მოგესალმებით, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას. თქვენ უსმენთ და უყურებთ სამედიცინო ინტერაქტივს. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ვიმუშავებ თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, საინტერესო თემით და საინტერესო სტუმართან ერთად. ქალბატონი ნინო თოთაძეა დღეს ჩვენთან ერთად, პროფესორი, პედიატრი, ნუტრიციოლოგი. დიდი მადლობა ქალბატონი ნინო, მობრძანებისთვის გმადლობთ. და რა თქმა უნდა, მაყურებელს აქვს საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში და აფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და ჩვენი გადაცემის სტუმარს დაუსვას კითხვები. ქალბატონი ნინო, მოდით დავიწყოთ ჯერჯერობით მიმდინარე ვირუსებით, იმიტომ რომ ძალიან ცუდი მდგომარეობა, ასე რომ ვთქვათ, ჩვენს ქვეყანაში და ბევრი ბავშვიც არის კლინიკაში მოთავსებული ფილტვების ანთებით, როგორც ჩანს, ძალიან მალე მწვავდება ეს ვირუსი, როგორც ჩარშან იყო, თუმცა მე ვფიქრობ, რომ წელს უფრო ცუდი მდგომარეობა გვაქვს ამ კუთხით. რას ურჩევდით პირველ რიგში მშობლებს? ძალიან საინტერესოა ამ შემთხვევაში ბაღებით, სკოლებიც, როგორ უნდა დავიცვათ თავი და ასევე საინტერესოა, როდესაც ბავშვი დადის ბაღში და ოჯახში ყავს მცირეწლოვანი ან თვეების ჩვილი, როგორ უნდა მოვიქცეთ, არ უნდა ვატაროთ ბაღში დიდი შვილი თუ რანაირად უნდა გავაკეთოთ ხელშეწყობა, რომ ეს ვირუსი სახლში არ მოვიტანოთ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ნათია გადავხედოთ უბრალოდ ისეთი სეზონური პერიოდია ჩვენთან, რა თქმა უნდა, უკვე დეკემბერից დაიწყო და ზამთრის პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განებივრებული ვიყავით ამ ნოემბრის ცოტა თბილი ამინდებით, ერთ-ერთი სწორედ ის პერიოდია, როდესაც ვირუსული ინფექციების და განსაკუთრებულად რესპირატორული ინფექციების გავრცელების და ავადობის რაოდენობა შესაბამისად იზრდება ამ პერიოდში და თითქოს ეს გარკვეულწილად მნიშვნელოვან პრობლემას ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს. თუმცა რა თქმა უნდა, ამ სეზონურობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც არის ასევე დამახასიათებელი, ეს არის, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, რესპირატორულ სხვადასხვა ვირუსებზე, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქ არის პრობლემატური წამყვანი გრიპი. სწორედ იმიტომ, რომ გრიპის გართულებების შესაბამისად კიდევ უფრო რთულია და მისი, თქვა, ამ შემთხვევაში განსაკუთრებულად ჩვენ მე აღარც დავკონკრეტდები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ ხდება ამის ხაზგასმა სატელევიზიო ეთერებში, რომ განსაკუთრებით 2 წლამდე ასაკის ბავშვები, ურსულებისთვის, მასაკს გადაცილებული და ცოტა ხანდაზმულებისთვის და ასე შემდგომ. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე სწორი პრევენცია ამ კუთხით პირველი, რომელზეც მეორე საკითხზე ვსაუბრობდით, სწორედ ამიტომ იყო, რომ სამედიცინო პერსონალი ყოველთვის ამბობდა, რომ გრიპის ვაქცინაცია ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი იმ კუთხით, რომ არა იმიტომ, რომ არავის დაემართება ამ შემთხვევაში გრიპი, არამედ რომელსაც ყოველთვის ხდება ხაზგასმა, ხდება ძალიან მსუბუქი ფორმით. თუმცა, როგორც აღვნიშნე, რა თქმა უნდა, სწორედ რესპირაციული ნებისმიერი ვირუსული ინფექციების გართულებები თუ მისი არსებობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ამ ვირუსის მოქმედება როგორ ხდება სწორად. არის რა თქმა უნდა, უფრო რთულად მიმდინარე ვირუსული ინფექციები, არის რომელიც შედარებით უფრო ნაკლებად მიმდინარეობს, სხვადასხვა იმ კლინიკური ნიშნების გამოვლინებით, რომელიც პაციენტებს აქვს. რა თქმა უნდა, არის ინფორმაციები, რომ მრავლობითი მიმართვიანობა ხდება კლინიკებში და გარკვეულწილად ეს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, თითოეული ბავშვის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ეს უნიშნელოვანი ესეა, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, სწორია და კარგია, რომ მიმართვიანობა ხდება და არ ხდება, ვთქვათ, მშობელი, როცა ამ შემთხვევაში ატყობს გარკვეულ ისეთ ნიშნებს, როცა ბავშვი უარსამობს განსაკუთრებულად კვებაზე, ვთქვათ, არის ძილიანობა გამოხატული, აქტიურობის დაკლება, ტემპერატურა, რომელსაც ვერ უკლებს და ვერ ახერხებს, რომ მისი რეგულირება მოხდეს, ანუ კლებისკენ წასვლა, მე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, 38 და ზემოთ ტემპერატურაზე. ამ შემთხვევაში თუ კი ეს მიმართვიანობა არის კლინიკებში, ერთის მხრივ ეს არის ძალიან სწორი, იმიტომ რომ კვლავ მეტი გართულება არ მოხდეს და შესაბამისად ისინი იყვნენ იქ, სადაც მას ყველაზე მეტად ადეკვატურ დახმარებას გაუწევთ. მკურნალობასთან დაკავშირებით რა კომენტარს გააკეთებთ? სწორედ ამაზე ვსაუბრობ, ვიცით რა არის გამომდინარე იქიდან, რომ ხშირად არის, რომ ზუსტად ის რომელი ვირუსია, რა მიმდინარეობა აქვს, ამ შემთხვევაში სწორი შეფასება ბავშვის. თუნდაც ანტიბიოტიკის მიცემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებულად ანტიბიოტიკოთერაპიის მიცემა შესაძლებელია, ვთქვათ, კი არა, შესაძლებელია, რომ ვთქვათ, ძალიან ახლოს მყოფ ბავშვებთანაც კი არ იყოს ერთი და იგივე ვირუსი. რა თქმა უნდა, ხა ვთქვათ, ჩვენ ვსაუბრობთ ვირუსულ ინფექციებზე, რომელსაც ადვილი გადამდებობა, ანუ ჰაერწვეთოვანი გზით გადაედება და შესაძლებელია, რომ კი დასნებოვნება, ანუ ვირუსით დაინფიცირება მოხდეს ხშირად თუ კი ვთქვათ, ოჯახის ერთ წევრს აქვს სხვა
იგივე ვირუსით, მაგრამ შესაძლებელია ჩვენი გზების სხვადასხვა კუთხით მიდის, ხო, დილით ზოგი ბაღში მიდის, ზოგი სკოლაში, ზოგი სამსახურში. ამიტომ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ყველას გვესაჭიროება დაცული არავინ არა ვართ ამ კუთხით ამას გულისხმობ, მაგრამ გარკვეული პრევენციის და სწორი გზების წარმართვა სწორია. პირველი თქვენ ძალიან სწორად ბრძანებთ, რა თქმა უნდა, თუ კი ჩვენ საუბრობთ ბინის სახლის პირობებში მკურნალობაზე, რა თქმა უნდა, თუ კი ეს არის ჩვეულებრივი, გამონადენი მხოლოდ ცხვირიდან, ბავშვი აქტიურია, ჭამს და თამაშობს კი. რა თქმა უნდა, თუ კი ამ შემთხვევაში ტემპერატურის მატება არ ხვდება, თქვა, ძალიან მაღალ ნიშნულებამდე, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ თქვა, პირადი ექიმთან კონტაქტის ხარჯზე მოხდეს ბინის პირობებში ბავშვის მკურნალობა და აქ აბსოლუტურად პრობლემა არ არის, თქვა, ამ შემთხვევაში დამატებითი ინფექციებთან კონტაქტის მორიდების კუთხით, მაგრამ თუ კი თქვა შესაბამისად მშობელისთვის ამ შემთხვევაში არის ძალიან ბევრი რომ ჩამოვთვალეთ ის კლინიკური ნიშნები, როცა მისთვის გარკვეულწილად თუნდაც სუნთქვის მომატება, ან გახშირებული სუნთქვა, გართულებული სუნთქვა, კვებაზე ვარი რომელიც ჩამოვთვალეთ, ბავშვი არის ძილიანობით, გაღიზიანებული დღის განსაკუთრებულ ნაწილს ტირის, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯგუფი არის 2 წლამდე და განსაკუთრებულად კიდევ უფრო ჩვილი ასაკის ბავშვები. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მაინც მეტი ყურადღება გვმართებს და შესაბამისად თუ არა კლინიკაში მიმართვიანობა, ამ შემთხვევაში ალბათ პირად ექიმთან ყოველთვის უნდა იყოს კონტაქტი. და მე მაინც მგონია, რომ თქვენ ახსენეთ ჩვილები, ალბათ უფრო მეტად რთულია და უფრო მარტივად შეიძლება გადავიდეს ფილტვის ანთებაში, ხო? ამიტომ აუცილებელია, რომ მშობელმა მოახერხოს ისე, რომ პედიატრთან ჰქონდეს მუდმივად კავშირი. ერთ-ერთი ექიმი არ მახსოვს რომელი ექიმი საუბრობდა ამ გადაცემაში, შეიძლება 2 დღეშიც კი გადავიდეს, ასე რომ ვთქვათ, პნევმონიაში და ამიტომ აუცილებელია ყოველდღიურად ჩვილი ნახოს პედიატრმა. რა თქმა უნდა, ეს ხდება ისეთი შემთხვევაში, რომ ბუნებრივია, როდესაც ვთქვათ, ჩვენ გვაქვს რომე ვირუსთან ამ შემთხვევაში საუბარი, ხო? ამ თქვათ ეს იყოს გრიპი და ასე შემდეგ. საერთოდ როცა ჩვენ საუბრობთ ჩვილი ასაკის ბავშვებზე, ბუნებრივია ეს პრობლემა გარკვეულწილად არის, იმიტომ რომ ჯერ კიდევ უმწიფარია მათი იმუნური სისტემა, ანატომიური აგებულებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათი განვითარება ჯერ კიდევ დასაწყის პერიოდში, ესე რომ ვთქვათ, შესაბამისად გამომდინარე იქედან, რომ მათი ფიზიოლოგიური ანატომიური აგებულება ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში, უბრალოდ დასაწყის პროცესშია, გამომდინარე აქედან ბუნებრივია, რა თქმა უნდა, ყველაზე მოწყვლადი ერთ-ერთი საკონტროლო ჯგუფი ამ შემთხვევაში არის ჩვილი ასაკის ბავშვები. და რაც შეეხება ჩვილებს, აი როგორ უნდა განსაზღვროთ თუნდაც დამატებითი კვები, თქვენ ბრძანდებით არ შემიძლია რომ არ აღნიშნო ნომერ პირველი ნუტრიციოლოგი, ასევე არსებობს თქვენს მიერ გამოცემული წიგნიც, რომელიც მე ვფიქრობ რომ ყველა ოჯახში უნდა იყოს და თითოეულმა მშობელმა და არ აქვს მნიშვნელობა დედა იქნება, მამა, ბებია თუ ბაბა, ყველამ უნდა წაიკითხოს, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი რჩევები. აი ბავშვის დამატებითი კვება 6 თვიდან 1 წლის შემდეგ თუნდაც 6 თვემდე. ასევე მე მაინტერესებს ამ კითხვასთან ერთად კითხავთ და გავაერთიანებ, სამშობიაროშიც როგორ უნდა მოვიქცეთ, უნდა შევთავაზოთ თუ არა ხელოვნური კვება, მე მაგალითად დამნაშავეებად მიმაჩნია ხოლმე ის ყველა ექთანი, ვინც აიძულებს ასე რომ ვთქვათ, დედას, რომ თავის ჩვილს ხელოვნური დაუმატოს. თუმცა აი აქ ამ კუთხით ალბათ ძალიან ბევრიც არის სამუშაო, იმიტომ რომ დედის რძეს ანალოგი არ აქვს და თუ დაუშვათ დედას არ აქვს რძე, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში და უნდა მისცეს თუ არა ხელოვნური კვება. მე არ ვარ ხელოვნური კვების წინააღმდეგი, უბრალოდ მაინც ვფიქრობ, რომ დედის რძეს ალტერნატივა არ აქვს. კალტონათია, მე ჩემს საუბარს დავიწყებ ძალიან მოკლე მიმოხილვით, რომელიც მე დეტალურ ინფორმაციას ამ ეტაპისთვის ცოტა მიჭირს გავაკეთო, მაგრამ დამეკავშირდნენ ძალიან მნიშვნელოვანი კომპეტენტური ორგანიზაციიდან, რომლებიც ფსიქოემოციური მართვის პროცესს ახორციელებენ ბავშვებზე. რა თქმა უნდა, მე შემდგომი სტუმრობის დროს უფრო თქვენ ამ სამედიცინო კუთხით, რა თქმა უნდა, კლინიკური ისტორიების გაცნობის
შემდგომ მე თქვენ უფრო დეტალურად მოგითხრობთ ამასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ჩემი ჩართულობა არის როგორც პედიატრი, ნუტრიციოლოგის, ამას გულისხმობ, მაგრამ ძირითადი ინფორმაცია, რომელსაც ამ შემთხვევაში ვღებულობთ, არის რა. ბავშვები, რომლებიც COVID პერიოდში და ბუნებრივია ეს COVID-ის პერიოდი, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი იყო არა მარტო მოსახლეობისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის და ძალიან ბევრი ისეთი რჩევები მოდიოდა, რომელიც ჩვენთვის უჩვეულიც იყო, ახალიც იყო, ამ შემთხვევაში გათვალისწინებაც ხდებოდა საერთაშორისო გამოცდილების და ასე შემდგომ. ანუ რას გულისხმობ? ის ბავშვები, რომლებიც COVID პერიოდის დროს იმყოფებოდნენ დედის განცალკავებით, გამომდინარე იქედან, რომ დედას ჰქონდა COVID და ეს იყო სწორი ამ შემთხვევაში მენეჯმენტური მართვა, რომ თქვათ ბავშვი ყოფილიყო დამოუკიდებელი მასთან დაკავშირებით. ანუ და ეს გრძელდებოდა თუნდაც 2 კვირის მანძილზე. ისინი ვერ ღებულობდნენ დედის რძეს, არ ჰქონდათ კანი-კანთან კონტაქტი და დედასთან ურთიერთობა. თითქოს მე ამას აბსოლუტურად არ ვამბობ რაიმე სიახლეს, მაგრამ ყველა ბავშვს აბსოლუტურად კანის-კანთან კონტაქტით ხავდან ბოდიშით რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ეს არის ყველაზე მეტი სიმშვიდე პირველ ბავშვში. კუთხით აღიარებული. ყველაზე მეტად ეს არის სიმშვიდე, იმიტომ რომ კანი-კანთან კონტაქტის დროს პირველი ამ შემთხვევაში თბორეგულაცია, პირველი დედასთან დედას სხეულზე არსებული მიკრობები, რომელიც მას ეხმარება, სიმშვიდეს განაგებს და ასევე, როდესაც ჩემი ფრანგი კოლეგები წერდნენ, როდესაც მე წიგნზე მუშაობდი, არის ძალიან საინტერესო ხედვა ამ კუთხითაც, რომ როდესაც ბავშვი იწყებს დედის მუცელზე ხოხვას და ის მიდის უკვე მას სურვილი აქვს, რომ ამ შემთხვევაში გამოიკვებოს თავი, ის პირველ ნაბიჯებს სწორედ ამ შემთხვევაში დგას და შემდგომ ამ ნაბიჯების გამეორება უკვე რეალურად ხდება, როდესაც ის ფეხს აღდგამს. და შეუძლებელია ამ ემოციის, რა თქმა უნდა, ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის სიმშვიდე, რომელიც დედის და შვილს შორის ხდება ემოციური გაცვლის კუთხით. და ამ ხდები ეს შებერილობასთან დაკავშირებითაც გამოიყენება ეს მეთოდი კოლიკების დროს, ხო? იმიტომ რომ ინტერვიუში წავიკითხე. კი, ბუნებრივია, იმიტომ რომ კოლიკების, ძირთად ხა კოლიკების მიზეზი ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, აქ არის კოჭნაწლავის ტრაქტის, ნერვული სისტემის უმწიფრობა და ძალიან ბევრი სხვა დეტალია მოყვანილი, მაგრამ თუ კი ჩვენ საუბრობთ, რომ ემოციური სიმშვიდე, რომელიც, პრაქტიკულად ითვლება, რომ კოლიკები არის, ვიცით ყველა, რომ საღამოს ძირთადად საათებში, როდესაც რაღაც მოწმენდილ ცაზე ესე ვეძახით და შესაბამისად ერთ-ერთი ესეთი კვლევების მოსაზრებაც იყო და ესეც დადასტურებულია, რომ ბავშვი, რომელიც მთელი დღის მანძილზე გარკვეულწილად გარემოს შეცნობის გამო, ის უკვე დაიტვირთა ახალი ინფორმაციებით, ესე რომ ვთქვათ, და გარკვეულწილად ეს კოლიკებიც ხელშემწყობი, ანუ გადატვირთვა ხდება გარკვეულწილად და მთელი ამ ემოციური სფეროს დაგროვება. ბუნებრივია, როდესაც ჩვენ ერთ-ერთ სწორ მიმართულებაზე ვნახულობთ, მსხოვაში დედამ ჩაიხუტოს ბავშვი, მოეფეროს და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი. და მე დაუბრუნდები ამ ჩემ კვლევებთან დაკავშირებით, ანუ აქ არის ერთ-ერთი ძალიან სწორი ხედვა ამ კუთხით, რომ სწორედ ამ ბავშვებს ზუსტად ერთნაირი ფორმით აქვთ ისი ფსიქოემოციური პრობლემები, რომელიც, ვთქვათ, ყველაში ვრცელდება. ანუ ერთ-ერთი მათი მსგავსება წინაპირობა იყო ის, რომ ისინი არ იყვნენ დედასთან კონტაქტში გარკვეული პერიოდის შემდგომ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, სწორედ საუბრობთ, რომ ის პირველად იკვება, რასაც ჩვენ გულისხმობთ, შეუძლებელია მე ამ შემთხვევაში არ ვიცი ძალიან მომხრე ვიქნები, რომ არ შეიძლება წარმოვიდგინოთ ისე რომ მე კვების როგორი დამცველი ვარ მიუხედავად, მაგრამ ერთსაც ვიტყვი, თუმცა ყოველთვის ამას ვაფიქსირებ, რომ ჩემი ძირითადი ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც თქვენ ბრძანეთ, თუნდაც ეს იყო სამშობიარო სახლები, პირველადი სამედიცინო დაწესებულებები, ყოველთვის მაქსიმალური ინფორმაცია უნდა გქონდეს დედას ზუსტი კვების უპირატესობასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდი ესე რომ ვთქვათ საგანძურია სწორედ მისი მიწოდება ბავშვისთვის. ვიქნებოდი, რომ აი სამშობიარო კლინიკები ატარებდნენ ასე რომ ვთქვათ ტრეინინგებს. ტარდება გარკვეულწილად. კი, მაგრამ ეს უნდა იყოს მასიურობით, რა თქმა უნდა, ჩართული უნდა იყოს, სავალდებულოც უნდა იყოს გარკვეულწილად, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ, მაინც დედის არჩევანია ის, რას არჩევს, ეს არის ბუნებრივი კვება, თუ ეს არის ხელოვნური ადაპტირებული ნარმა. ინფორმაცია აუცილებლად უნდა მივაწოდოთ. გეთანხმებით აბსოლუტურად. ეს უნდა იყოს სრულფასოვანი ინფორმაცია მიწოდებული, თორე ხელოვნური ადაპტირებული ნარევი სწორედ ამიტოა შექმნილი, რომ გამონაკლისს შემთხვევებში ბავშვს კონდეს, რა თქმა უნდა, დედის რძესთან მიახლოებული კვება, მაგრამ რა თქმა უნდა, მის ადეკვატურობის აღქმა, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რომ მიწოდებული იყოს ყოველთვის დედისთვის. კი ბატონო, აი რაც შეეხება 6 თვის შემდეგ განვაგრძოთ ასე დეტალურად. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხზე საუბარი, იმიტომ რომ დღესდღეობით ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ კი
კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზარდა ამ საკითხზე საუბარი და დამატებითი კვება ხშირად მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი კვება ითვლება, რომ თუ კი ბავშვი ზუსტი კვებაზე ის არის მისი ბუნებრივი კვების მეორე ეტაპი, ანუ გაგრძელების ეს ეტაპი, გარკვეული პერიოდის მანძილზე და დღესაც კი ძალიან ბევრი თქვათ მშობელიც გარკვეულწილად იმდენად დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, თუმცა არის ძალიან ბევრი ამ კუთხით ისეთი კითხვები, რომლებიც გიხარია, როდესაც მშობელი ძალიან ბევრი. მაგალითად მე დავსვამ ძალიან მარტივ კითხვას. 6 თვის შემდეგ უნდა დავიწყოთ ხილით თუ ბოსტნეულით? მაგრამ მე ვიცი რომ თქვენ მეტყვით რომ ბოსტნეულით უნდა დაიწყოს. თუმცა არიან რომ 4 თვის ასაკში კი ბატონო იწყებენ ვაშლით. იცით როგორ არის ამ შემთხვევაში? მე ძალიან კარგი ჩანართი გააკეთეთ, ამიტომ აუცილებლად მიუბრუნდები ამ საკითხს. ნებისმიერი ევროპული გაიდლაინებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, FDA თუ ამ შემთხვევაში CDC, ყველა ევროპული გაიდლაინების კუთხით UNICEF-ი შეგვიძლია ვთქვათ ერთი, რომელიც არის უკვე მტკიცებითი ფორმით მიღებული. თავარი ამ შემთხვევაში ალბათ ვიტყოდი აქსიომის სახით, რომ 4 თვემდე კატეგორიულად აკრძალულია ბავშვს დამატებითი კვებით, რაიმე მიეწოდეს. ეს იქნება ბუნებრივ კვებაზე, ეს იქნება ხელოვნურ კვებაზე თუ ბატონო არ აქვს. იქედან გამომდინარე, რომ ბავშვის ორგანიზმი იმდენად ამ შემთხვევაში კუჭნაწლავის ტრაქტი უმწიფარია, ის არ არის მიმღებლობისთვის ახალი პროდუქტისთვის მზად. ეს პირველი. რა თქმა უნდა, იდეალური შემთხვევა არის, თუ კი ბავშვი არის ექსკლუზიურ ზუსტი კვებაზე და დაიწყებს ის დამატებითი კვების მიღებას 6 თვის ასაკიდან. რა თქმა უნდა, მშობლებს სწორედ ამიტომ არის იცით რა მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი კვება შეიძლება კონდეს გამაერთიანებელი რამდენიმე ისეთი დეტალი, რომელსაც ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციების სახით გავსემთ, იმიტომ რომ თქვათ, ყველა ახალი კვება მიეწოდოს მცირედი დოზებით შეიძლება იყოს თქვათ დაახლოებით 5-დან 10 გრამამდე, გასინჯვა ხდებოდეს მცირე დოზირებით, იყოს ერთკომპონენტიანი, ასევე მარცვლეული იყოს ერთკომპონენტიანი, არ იყოს არეული სხვა პროდუქტები, მაგრამ მე აქვე ვიტყვი ძალიან საინტერესო დეტალს, რომ კვლევები დადასტურებულია და ერთ-ერთი სწორი შენიშვნა და ჩვენ ალბათ ვისაუბრებთ უკვე როცა ბავშვების შედარებით უარს ამბობენ საკვებზე და განსაკუთრებული შიში მოდის ამ შემთხვევაში მშობლების. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია იმ კუთხით, რომ თუ კი დედა ორსულობის პერიოდში სისტემატიურად მრავალფეროვან ჯანსაღი კვებით იკვებება და ვთქვათ ის არის იგივე მოტკბო, მომჟავო გემოს პროდუქტ სისტემატიურად სინჯავს, შესაბამისად ამ გემოების, რა თქმა უნდა, გემოების შესახებ ინფორმაცია ამნიონური სითხის საშუალებით გადაეცემა ბუნებრივია ბავშვს და მას უფრო მეტი მიმღებლობა აქვს სწორედ იგივე პროდუქტების მიმართ, როდესაც უკვე დამატებით კვებას იწყებს. ანუ თუ კი დედა ღებულობს სრულფასოვან ჯანსაღ საკვებს, ეს არის ბურღულეული, ეს არის ხილი, ბოსტნეული და ცილოვანი პროდუქტების შესაბამისად მიმღებლობა ბავშვისთვის უფრო მეტია. ქალბატონო ნინა აუცილებლად დაგიბრუნდებით. ახლა ხაზია იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ივანე ჩხაიძე. მოგესალმებით ბატონო ივანე, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. გამარჯობა. მოგესალმებით. ბატონო ივანე, პირველ რიგში მაინტერესებს გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის, რა მდგომარეობა იაშვილის ცენტრალურ ბავშვთა საავადმყოფოში და როგორია თუნდაც სტატისტიკა ბოლო 5 წლის მაგალითზე რომ ავიღოთ. გრიპის სეზონი აქტიურ ფაზაში შედის. ერთი განსხვავება რა კლევადოს ნებისმიერ ეს არის უფრო ადრე დაიწყება გრიპის შემთხვევების მონაწილეები. როგორც ეს უფრო მეტი გრიპის შემთხვევები იქნებოდა დეკემბრის დასაწყისიდან, თუმცა ეს 4 კვირის ადრე შემთხვევების მონაწილეობა უკვე მნიშვნელოვანი იყო და თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ეს ბაზრის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ნათლად ჩანს, რომ შანშანდებოდა და შანშანტიბოჩას ფედერებით ეს გრიპის შემთხვევები პირველ რიგში უფრო ადრე გამოჩნდა და მეორე რაც მნიშვნელოვანია, მატების ტემპი არის გაცილებით უფრო მეტი ვიდრე წინა წლებში იყო. ეს ახსნადი მდგომარეობა გარკვეულწილად პროგნოზირებადი, ვინაიდან ანალოგიური სიტუაცია ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომლის უკან დგას აგრიპის ერთ-ერთი ფორმა, მეგროსტებული H-N ვირუსი,
რომ გარკვეული მუტაცია განიცადა ივნისის თვეში და მუტაციის შედეგად გახდა უფრო იოლად გადადებები. თუ იოლად გადადებია, შესაბამისად პაციენტების რაოდენობა უფრო მეტია, და ზუსტად ეს მდგომარეობაა საფრანგეთში, ნორმატიული გადადებების გამო გრიპის შემთხვევები უფრო მეტია და თუ გადავხედათ პეიზაჟს, ანუ რამდენი არის გრიპის შემთხვევების პროცენტული წილი, ნაცვლად ჩანს გრიპი ახლა ქვეყანაში განსაკუთრებით მსუბუქი და სასწავლო მიმდინარე შემთხვევებში არის უპირატესი ვირუსი, რომელიც ფიქსირდება როგორც ამბულატორიაში, ისე ასე გრიპის შემთხვევების სტაციონარში. იაშურის კომიტეტს შეეხება 4 წლის განმავლობაში ისე როგორც მოსაბუთებელი იყო, აი ამ სტატისტიკის მიხედვით მომატებულია პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მომართავენ სასუქ სისტემის მწვავე ინფექციებით და ასევე მნიშვნელოვანია მომატებული პაციენტების რაოდენობა, სადაც დაისვა ფილტვების აღების დიაგნოზი. ფილტვების აღება, როგორც მოდელია, დაახლოებით გრიპის დროს ყველაზე ხშირი გულთულება და ამ პაციენტების რაოდენობა არის კლინიკაში მომატებული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი უფრო მეტად გადამდებია, მას არ გააჩნია დაავადების წესრიგის მიმდინარეობა, ასე რომ მიმდინარეობა ზუსტად ისეა, როგორც არის გრიპის ვირუსის შემთხვევაში, მაღალი სიცხე, თავისკივილი, პერისტიმული, კუნთებისა და სასწრების ტკივილი, სტერეოტოსიცუსტე, მადის დათეითება, ყველა სიმპტომის შემთხვევაში ახლა უნდა იფიქროთ, რომ არის გრიპის ვირუსი, ეს ეხება როგორც მოძილებს, ისე ბავშვებს და ძალიან მნიშვნელოვანია დროული მიმართვა ექიმთან, ვინაიდან გრიპის დროს განსაკუთრებით რისკის ჯგუფებისთვის დროული დაცვა და ანტივირუსული ტექნოლოგიით არის ძალიან მნიშვნელოვანი. არის ჯგუფებზე რას გვატყვით? აი მაგალითად 5 წლამდე ასაკის ბავშვები, ვისაც ყავს სახლში ჩვილი, რას ურჩევდით მშობლებს ასეთ შემთხვევაში რა უნდა გააკეთონ? ახლა მთავარი მაინც გადამდები წყარო არის ბაღი, სკოლა, თუმცა მათ ყავთ დაძმები სახლში, რომლებიც არიან პატარები, ჩვილები, მაგრამ მაინც ვერ ვუკრძალავთ უფროსებს, რომ იარონ ბაღში, იარონ სკოლაში. აი როგორ უნდა დაიცვან თავი მშობლებმა ამ შემთხვევაში? ნამდვილად ესია, ნაცია არა აქვს მნიშვნელობა ადგილს, ბაღი, სკოლას და სახლი შეიძლება იყოს თანაბრად ინფექციის წყარო, თუმცა რა თქმა უნდა, ბავშვების სკოლაში ინფექციის წყარო და გადაცემის რისკი გაცილებით უფრო მეტია. რაც შეეხება როგორ უნდა მოიხსნათ ეს შემთხვევაში, უწამდე ასაკის ბავშვების ესეთი აუცილებელია დროული დაცვა ანტივირუსული ტექნოლოგიით. ანტივირუსული ტექნოლოგიის გადაწყვეტილებას იღებს პედიატრი, ოჯახის მეცნიერი, ინფექციოდაავადებათა და სპეციალისტი, ამიტომ თუ თქვენთვის მაღალი სიცხეა, გახსოვდეს სიამცირებლება, ნაკლებად აქტიურია, აუცილებელია დროულად მიიღოს ექიმს და შესაძლებლობა მდგომარეობა და მან მიიღოს გადაწყვეტილება სპეციფიური ანტივირუსული ტექნოლოგიის დაწესებასთან დაკავშირებით. ასევე მაინტერესებს თქვენ ბრძანეთ, რომ აუცილებელია რომ დროულად მიმართონ. რა თქმა უნდა, მეც გეთანხმებით, ჩვენ საუბრობდით მე და ქალბატონი ნინოც, მაგრამ სამწუხაროდ არის ისეთი შემთხვევები, რომ მშობელი ბინაზე თვითონ მართავს, თვითონ ნიშნავს ანტიბიოტიკს. მან ხომ არ იცის ეს ფართო სპექტრია, როგორ მოქმედებს ეს ანტიბიოტიკი, იმოქმედებს თუ არა საერთოდ ამ ვირუსზე, ხომ? აი რას ურჩევთ ასეთ მშობლებს, ბატონო ივანე, იმიტომ რომ ძალიან თუ თქვენ ახსენეთ, რომ ძალიან ბევრი ბავშვი უკვე გაურთულდა არის ფილტვების ანთებით მოთავსებული კლინიკაში, ხომ? როგორც ჩანს, ვირუსი წავედ მიმდინარეობს. აი რას ურჩევდით მშობლებს? კატეგორიულად წინააღმდეგობას ანტიბიოტიკი თერაპიის დაწესების ბინაზე. გადაწყვეტილება ანტიბიოტიკი თერაპიასთან დაკავშირებით უნდა იყოს მიღებული ორგანოლოგ ექიმის მიერ. ანტიბიოტიკი თერაპია არ არის ეფექტური გრიპის ვირუსის შემთხვევაში პირიქით ნაშრომდება გარკვეულად მდგომარეობის გართულებაზე გამძლეობას გამოიწვევს ინდივიდის მოვლენების გამო, რაც კონკრეტულად აქვს ანტიბიოტიკს. ამიტომ ჩვენი რჩევა განსაკუთრებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან იყავით ძალიან ყურადღებით, იყავით ძალიან ხშირად ექიმის კონსულტირება, ექიმის მიერ ბავშვის შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან ერთი მხრივ გადაწყვეტილება ანტივირუსული ტექნოლოგიის დაწესებასთან დაკავშირებით, მეორეთი ბავშვის მდგომარეობის შეფასება და თუნდაც საავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობის საკითხი უნდა იყოს მხოლოდ ექიმის მიერ გადაწყვეტილი.
ამიტომ უნდა ჩავთვალოთ მომდევნო 2 თვე ქვეყანაში ესეთი მდგომარეობა იქნება. დეკემბერი და იანვარი იქნება მაქსიმალური აქტივობის პერიოდი, ასევე ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ეს და მაქსიმალურად სწრაფად მიმართოს სამედიცინო დაწესებულება განექით. ჯერ კიდევ შესაძლებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება, თუმცა გრიპის შესაძლებლობის მაქსიმალური რაოდენობა დეკემბრის ბოლოს იანვარში ერედებით შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სწორედ ეს კვირა, ანუ მომდევნო 5-6 დღის განმავლობაში ჩატარებული ვაქცინაცია შეიძლება იყოს ბოლო იდეალური პერიოდი, ვისაც ჩვენ ჩავატაროთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ამაზეც აუცილებლად კითხავთ, თუმცა მე როგორც წამყვანმა და სამედიცინო გადაცემის ავტორმა აუცილებლად მინდა აი ასე პირდაპირ ეთერში ღიად რეკლამა გავუკეთო იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში იღებენ ბავშვებს, ზრუნავენ, მათი არის ძალიან თბილი გარემო და ქალბატონი ნინოც აუცილებლად დამეთანხმება ამაში და აი ასე ღიად მინდა საჯაროდ ჩვენი მაყურებლის წინაშე გავუკეთო რეკლამა იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში არ აქვს საათს მნიშვნელობა, ეს იქნება დღე თუ ღამე, პროფესიონალები მუშაობენ, თუნდაც ღამის მორიგეები, ისეთი პროფესიონალები მუშაობენ, რომ აი მეტი რომ არ შეიძლება და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის ბატონო ივანე, რომ ასეთი კარგი გუნდი გყავთ თქვენ იაშვილის საავადმყოფოში და რაც შეეხება ვაქცინაციას, რა თქმა უნდა, როდემდე გვაქვს დრო რომ გავიკეთოთ ვაქცინაცია და რომელი წლიდან შეიძლება რომ ბავშვებს ჩავუტაროთ ვაქცინაცია, რათა ავირიდოთ აი ესეთი მწვავე შემთხვევები. ნათლობის ძალიან დიდი მადლობა ესეთი შეფასებისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი შეფასების და ვფიქრობ, რომ ესეთი დამოკიდებულება, როდესაც ჩვენ მიმართავთ იმ სამისუდაცემულებას, სადაც სტანდარტად საიმედიაციო მნიშვნელობენ, ალბათ ეს კრიტერიუმი უნდა იყოს პაციენტების ჩუსამოსა დაცვილი სამჩილისა. რაც შეიძლება ვაქცინის საკითხს, ეს თვითონ ნახატიდან შესაძლებელია გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. ამიტომ უმცროსნაირად ეს თვითონ ხუსონდი ასაკი იგავში არის სწორედ ის რისკი გრიპის სადაც ვაქცინაცია კატეგორიულად სჭირდება გრიპის მომატებული სიმპტომების წინა პერიოდში. ამიტომ განსაკუთრებით მინდა აღნიშნო, რომ ბოლო წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველთვის მოწოდებს იმ ადამიანების რაოდენობა, იმ ბეგების და ბებიების რაოდენობა, რომელთაც დაუბრუნდა საკუთარი გამოცდილება. ერთი რასაც ექიმიებინება, მეორე რასაც თვითონ ოჯახი აკეთებს ვაქცინას და თვითონ აქვს შესაძლებლობა დააკვირდეს თვითმფრინავის ვაქცინის ეფექტური. ამიტომ ამ ოჯახების რაოდენობა სტაბილურია და ნამდვილად ყოველწლიურად მზადია, ჩვენ ამას ვხედავთ მომაჩვენების შესაძლებლობის ჩვენ ვაქცინაციის კაბინეტში, ამიტომ კიდევ ერთხელ შევახსენებ ყველას, რომ გრიპი არ გახლავს ინსტიტუცი ვირუსი. გრიპი თვითონ ყოველთვის არ არის მხოლოდ ხმოვანი ტემპერატურის პატება. დაცულებების ალბათობა ზონის სიმცირედა ცენტრალური ნერვული სისტემის და ფიზიოლოგიის ძალიან მაღალია, ამიტომ იყავით ჩვენ და არაბულ ვაქცინაცია ჩატარებული კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რამდენად ეს მნიშვნელოვანია და იმათეთ ვაქცინაციის კაბინეტის და სიმპტომების დაავადების სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, რაც შეიძლება სწრაფად ჩააყენოთ COVID პედიატრიის საქმეში. დიდი მადლობა, მე ვიცი რომ ძალიან დაკავებული ბრძადებით და უდიდესი მადლობა რომ მოიცალეთ და ჩაგვერთეთ ბატონო ივანე გადაცემაში. დიდი მადლობა. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი ბატონი ივანე ჩხაიძე იყო ხაზზე და მან ძალიან საინტერესო რჩევები მოგცა ქალბატონ ნინო ჩვენს მაყურებელსაც, მშობლებსაც, ის რომ თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ თავს. ფაქტია რომ ვირუსი აქტიურ ფაზაში შედის და აუცილებლად უნდა ველოდოთ ხომ ქალბატონი რომ უფრო და უფრო მოიმატებს შემთხვევაში. მე არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ და ამ შემთხვევაში ცოტა სუბიექტური ვარ, მაგრამ ალბათ ობიექტურად სუბიექტური ესე ვიტყვი, რომ განსაკუთრებული დიდი მადლობა ბატონ ივანე ჩხაიძეს, რომელიც არა მარტო რომ არის პროფესიონალი ადამიანი, როგორც კლინიცისტი, ასევე როგორც პედაგოგი და პიროვნება და შეუძლებელია რომ ნდობის ფაქტორით არ განეწყო, როდესაც ბატონი
ივანე საუბრობს და მე აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა საჯაროდ მას გადაუხადო ყველა იმისი ყოველდღიური შრომისთვის, რომელსაც ის აკეთებს და ნამდვილად გეთანხმებით, რომ იაშვილის კლინიკა ეს არის ის გუნდი, სადაც მიმართვიანობა პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ სიმშვიდეა მშობლისთვის და მე ყველა მშობელს აქვე უსურვებდი, რომ და ყველა ექიმს, რომ ყოველთვის კონდეს პირველ რიგში ყოველთვის ამას ვამბობ, როცა შეხედავ მშობლის ნაღვლიან თვალს, შემდეგ უკვე იმედიას და შემდეგ გახარებულს, სწორედ ესეთი მშობლების უზღვა ყოლოდეთ ყოველთვის იაშვილის კლინიკას და კიდევ ერთხელ ბატონ ივანე ჩაიძეს მადლობა ამ გუნდის ხელმძღვანელობისთვის. ნამდვილად გეთანხმებით, ის რომ დღეს იაშვილის კლინიკა არის ასეთი მოწინავე, ასეთი კარგი გუნდით დაკომპლექტებული, ეს არის ბატონ ივანეს დამსახურება, ადამიანი, რომელიც ყველაფერს ასწრებს, მართლა ვერ ხვდები როგორ ასწრებს ამდენამეს, თუმცა ყველას ყურადღებას, კი ბატონო, ყველას ყურადღებას აქცევს, უნაწილებს, არავინ არ რჩება ყურადღების გარეშე და ამიტომაც, როდესაც არის ხელმძღვანელი ასეთი კარგი თანამშრომლებიც, ამიტომ ყველა არის ძალიან კარგი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ ივანეს და მე მინდა ქალბატონო ისევ ამ ვირუსზე გკითხოთ ერთი კითხვით. კოვიდის პერიოდში გრიპი არც ასე რომ ვთქვათ, ფიგურირებდა ხოლმე, იმდენად ყველა ვიცავდით წესებს, ნიღაბი, ხელის ხშირი დაბანა და შესაბამისად, როდესაც ასეთ დისტანციას ვიჭერდით ადამიანებს, გრიპი საერთოდ არც იყო, მხოლოდ კოვიდის შიში, ხო? კულტურასაც ხომ აქვს მნიშვნელობა, როგორ რანაირად მოვიქცევით საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხომ და ერთი მხრივ ალბათ თუ ადამიანები რაღაც წესებსაც დავიცავთ, რომელსაც არ ვიცავთ, სიმართლეს რომ ვთქვათ, უფრო ნაკლები შემთხვევებიც იქნება ქვეყანაში. სამწუხაროდ ეს პატარები, შემდეგ ჩვენ, როდესაც არ ვუფრთხილდებით თავს, ჩვენ ხომ არ ვიცით რა გადამტანი ვართ, არ ვართ გადამტანი, მიგვაქვს უნებურად ბავშვთან. აბსოლუტურად გეთანხმებით, იცით რა კოვიდის პერიოდთან შედარება, ეს უკვე ემოციურადაც უკვე სხვა რთული პერიოდი იყო. ბუნებრივია, აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ ის საპრევენციო დაცვის განხორციელება, როგორც იყო პირბადეების მასიური მატება, შესაბამისად ხელის ანუ სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, ხელის დაბანა, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ ისეთ ბანალურ, თქვა დეტალებზე ვსაუბრობთ, რომელიც შეიძლება უკვე მაყურებლებმაც კი უფრო დეტალურად იციან და შეგვისწორონ კიდეს აქ რაღაც გარკვეული დეტალები ამ შემთხვევაში გვითხრან, მაგრამ გარკვეულწილად ამას ჰქონდა რა თქმა უნდა თავისი შედეგი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მიძინება მოხდა, ესე რომ ვთქვა, ძალიან ბევრი ვირუსის, მაგრამ აქვე მინდა რომ გავმარტო, როდესაც ჩვენ გრიპის ვაქცინაციაზე ვსაუბრობთ და ბატონმა ივანემ ამ შემთხვევაში აღნიშნა კიდეც, რომ ბოლო დღეები არის, როცა შესაძლებელია რომ ამ ვაქცინაციის ჩატარება მოხდეს, აქ უკვე ასაკობრივი ჭრილი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი და ფართო 6 თვიდან უკვე შესაძლებელია მისი მართვა, არის მნიშვნელოვანი, რომ სწორედ როდესაც გრიპის ვაქცინაზე ვსაუბრობთ, მისი კომპონენტები, ანუ შემადგენლობა ხდება იმ მორეციდივე ვირუსებიდან გამომდინარე, რომელიც ბოლო წლების მანძილზე განსაკუთრებულად აქტიური იყო. აქედან გამომდინარეა სწორედ რომ კიდე ერთხელ ვაფიქსირებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ, რომელიმე მსგავსი თქვათ, შემთხვევა არ დაფიქსირდება, თქვათ, იგივე გრიპის ავადობის ასე შემდგომ, ასეთ ჯგუფებში, რომელმაც ვაქცინაცია ჩაიტარეს, მაგრამ ის იქნება მსუბუქი ფორმა და ნაკლებად გართულებამდე მივა, თუნდაც ჰოსპიტალიზაციის სახით. ამიტომ არის რომ ესეთი მოწოდება არის ამ შემთხვევაში და რეკომენდაცია ამ ვირუსთან დაკავშირებით. თუმცა აბსოლუტურად გეთანხმებით, როგორაც არ უნდა დავიწყოთ საუბარი და ამ შემთხვევაში როგორი სტატისტიკაც არ უნდა მოვიყვანოთ ან განსაკუთრებული რჩევები, მაინც დავდივართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან დეტალთან ამ შემთხვევაში ხელის ხშირი დაბანა, რომელიც აბსოლუტურად მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ჩვევად მისაღები დეტალია ამ შემთხვევაში და გარკვეულწილად მას უდიდესი მნიშვნელობა განსაკუთრებულად ბავშვთა პოპულაციაშიც ასევე, როდესაც როგორც კვების, ისევე თქვათ ჰიგიენის ჩვევების მირჩევა ხდება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ის რომ თქვათ ვამბობთ, ერთწლეთოვანი გზით, რა თქმა უნდა, გადაცემა შეიძლება მოხდეს უშუალო კონტაქტით, უშუალო თქვათ ჩახუტებით, საუბრის დროს, გარკვეულ დისტანციაზე რა თქმა უნდა, შესაბამისად ზედაპირებზე შეხებით, სადაც კი თქვათ ვირუსის
ამ შემთხვევაში ფრაგმენტი ხვდება და ასე შემდგომ. ამიტომ ბუნებრივია ხელის დაბანა, რომელიც შემდეგ ჩვენ მიგვაქვს, თქვათ, ლორწოვანთან ამ თქვათ იმ გარსთან, რომელთაც უკვე შეწოვა ადვილად ხდება, ანუ გადადება ამ ვირუსის. ბუნებრივია იმ ხელის დაბანის ტექნიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა ნამდვილად შეუძლებელია, რომ მოსახლეობა ჩვენ უთხრათ, რომ სისტემატურად ისევ ამ შემთხვევაში სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება მოხდეს, პირბადის ტარება, მაგრამ თუ კი რაიმე სიმპტომი კლინიკური გვაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ვირუსული ინფექცია, თქვათ ამ შემთხვევაში იყოს გრიპი და თუ კი თქვათ ჩვენ ვართ იმის უნარიანი, რომ სახლიდან გასვლა მოგვიხდეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ის პირბადეც ვატაროთ. ამ შემთხვევაში ვიცავთ საკუთარ თავს და ვიცავთ საკუთარ ოჯახის წევრებსაც, ხო? და ბუნებრივია ეს იზოლირების პროცესი ისევ აქტუალურია, რომ იყოს სახლის პირობებში. ხა თუ ვიცი, რომ მე ვირუსული ინფექციის მატარებელი ვარ, დავიცავ ჩემი ოჯახის წევრებს და შევეცდები, რომ მაინც გარკვეულწილად იზოლირებული იყოს ჩემი რა თქმა უნდა, მოდით განვაგრძელოთ საუბარი. ერთი წლიდან კვების უკეთ გავაგრძელებთ. კუთხით და შემდეგ ასევე მაინტერესებს ტკბილეული და შაქარი ბავშვთა ასაკში, თუნდაც მარილი. მე არ დავასახელებ სპეციალურად პედიატრს, არ მაქვს უფლება, მაგრამ ეწერა, რომ 6 თვიდან ჩვეულებრივ მარილი და შაქარი უნდა გამოიყენოს ბავშვთა ასაკში. მე ვიცი, რომ არ შეიძლება, იმიტომ რომ ევროპული და ამერიკული ბავშვთა ორგანიზაციები გვირჩევენ ღიად, რომ არანაირად არ არის სასურველი ბავშვმა ჭამოს ძალიან მარილიანი, შაქრიანი, ალბათ 2 წლიდან უკვე რაღაც მცირე რაოდენობით შეიძლება თუ არა, ესეც მაინტერესებს. იცით, როდესაც ჩვენ შემთხვევაში კვების ძირითად ჩვევებზე ვლაპარაკობთ, მე მინდა დავიწყო საუბარი ესე, რომ სწორი ჯანსაღი კვება არის ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც გრძელვადიან ცხოვრების გზაზე გვეხმარება, რომ დავიცვათ საკუთარი თავის სხვადასხვა დაავადებებისგან. ალბათ ამ კუთხით ბუნებრივია დღეს ძალიან ბევრი ინფორმაცია მიდის ამ ჯანსაღ კვებასთან და ძალიან მოხარული ვარ ამ კუთხით, მაგრამ ასევე როდესაც ვსაუბრობთ ბავშვებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის სწორი კვების ჩვევების ჩამოყალიბება. რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები ხშირად მშობლებს სხვადასხვა ასაკობრივ ჭრილთან დაკავშირებით აქვთ. იგივე თუნდაც ტკბილებულთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ ახალშობილებს და ჩვილებს ვსაუბრობთ, მათ განსაკუთრებულად არ უყვართ მჟავე გემოები, პირიქით უფრო მოტკბო გემოებისკენ არიან მიდრეკილი, რაც ეს ევოლუციური ჩამოყალიბების კუთხით ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვათ, თუნდაც 6 თვის შემდეგ ჩვენ რაიმე მას ტკბილეული შევთავაზოთ. როცა ამ შემთხვევაში ჩვენ სწორედ თქვათ იგივე თუ საუბრობთ ათვისებას, ბუნებრივია არ ვზღუდავთ 2 წლამდე ბავშვებში ცხიმიანობაც არ იზღუდება, რა თქმა უნდა, გლუკოზის შემცველობა და გარკვეული სხვა მიკროელემენტების ათვისება აუცილებელია, მაგრამ სწორედ ამას ახერხებს იმოტკბო გემოს, ზოგი ხილის საშუალებით, ბოსტნეულის საშუალებით და ასე შემდგომ. ამიტომაც არის, რომცაც ბავშვი დამატებით კვებაზე გადადის, ხშირად ეს რეკომენდაციაც იძლევა მშობლებზე, რომ მოდით დაუმატეთ ან თქვენი დედის რძე, ან ხელოვნური ადაპტირებული ნარევი, რომ თუნდაც წყალი, რომ ის უფრო მის გემოებით, შესაბამის გემოებში გადავიდეს და მიღებული იყოს. აღნიშნე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ორსულობის პერიოდში დედის კვებას, ამნიონურ სითხეში, როგორ ხდება გადაცემა ბავშვისთვის. ორსულობის დროს კვებას კიდევ მაქვს ძალიან ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ რაც შეეხება ტკბილებს, რა თქმა უნდა, თქვენ სწორად ბრძანეთ, ბუნებრივია ეს ჩვენ მგონია ის პროდუქტი, რაც ჩვენ ამ წუთში ძალიან მოგწონს და გვიყვარს, მგონია რომ ბავშვისთვისაც მისაღბაძია. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ის შეიძლება საინტერესო გემო იყოს, ნამდვილად ახლა ამას ვერ უარყოფთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ 2 წლამდე მისი მიწოდება არ არის რეკომენდებული, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არა მარტო შოკოლადზე, არამედ შაქრის რაოდენობაზეც გავდივართ, რომელიც დაახლოებით, აი ესე რომ უთხრათ, თქვათ, მაყურებელს 4 გრამი არის 1 ჩაის კოვსი. ამიტომ პირიქით ბოლო კვლევებით, რომელსაც მე გავეცანი, ამერიკის პედიატრიის აკადემია და ყველა ევროპული ქვეყნები პირიქით მშობლებს მოუწოდებენ. ყველა ასაკობრივ ჭრილში, აი რომ გონია რომ რაღაც პროდუქტი არის ჯანსაღი, ყოველთვის გააკონტროლეთ, რამდენია მასში შაქრის შემცველობა, იმიტომ რომ ეს არ იყოს ძალიან დიდი რაოდენობით ორგანიზმისთვის მისაღებად. ასევე, თქვათ, ეს შეიძლება ბავშვებში იმდენად აქტუალური არ იყოს, მაგრამ ვიტყოდი რომ შავი შოკოლადი რატოა ძირითადად მოწოდება ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ კაკაო
იყოს, შემცველობა არის უფრო მაღალი, მაგრამ დაახლოებით რძიან შოკოლადში რაც შემცველობაა შაქარი, მისი ნახევარი თუ არა კიდევ უფრო ნაკლები შაქრის შემცველობა. ამიტომ თავდაცვა ყოველთვის მიდის და მთავარი ამ შემთხვევაში ყვები მიდის შაქრის ნაკლებობაზე. მაგრამ ალბათ მშობლებიც მეტყვიან, ხო? როდესაც ბავშვი ხდება უკვე 1 წლის, გარკვეულწილად ისინი უკვე ისე როგორ ვთქვათ, ბჭყალებში კარგად აღარ იკვებებიან მშობლების თვალსაზრისით, როგორც ვთქვათ, იგივე დამატებითი კვების დროს. თუმცა დამატებითი კვების დროსაც არის გარკვეული სირთულეები, როდესაც ახალი პროდუქტის შეგუება ხდება ბავშვთან. დაახლოებით თქვენ მკითხეთ, აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა, ბურღულეულით დავიწყებთ, ბოსტნეულით დავიწყებთ და ეს ინდივიდუალურად ხდება ბავშვის განვითარების, ფიზიკური განვითარების, ყლაპის უნარი და ასე შემდგომ. ბევრი დეტალის მისაღებად მისი წონა როგორც არის, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 0-დან 1 წლამდე ბავშვები დაახლოებით ასამაგებენ თავის წონას. შესაბამისად, კვებითი ნუტრიენტების მოთხოვნილება ამ შემთხვევაში ორგანიზმს ბევრად მაღალი აქვს. მაგრამ თუ კი ჩვენ 1-დან 2 წლამდე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში პირიქით მხოლოდ აოთხმაგებენ. ამიტომ სწორედ იმ მოცულობის რაოდენობის ზრდა, რომელსაც ამას ჩვენ ვაკეთებდით, ამ თქვათ ჯერადობის რაოდენობის ზრდა აღარ არის ისეთი აქტუალური, როგორც იყო ეს 1 წლამდე. ამიტომ თუ კი ბავშვი შეატყობთ, რომ თავი ბიამბრუნა კვების დროს ვარიგით რაც საკვებზე და ასე შემდგომ, ეს ჩათვალეთ, რომ ბუნებრივი პროცესია, ეს არ არის, რომ თქვათ, სანერვიულად განსაცდელი, მაგრამ ერთი ძალიან ჭეშმარიტი წესი. ცოტა რთულია, მაგრამ ყოველთვის უნდა შევძლოთ, რომ თუნდაც 10-ჯერ, მეტჯერ მივაწოდოთ ისევ ის ახალი პროდუქტი და მაგრამ ტელეფონის გარეშე, ხო? ტელეფონთან დაკავშირებით და სმარტფონებთან აქ კიდე რა თქმა უნდა ერთ-ერთი სწორი ჩვევის წესში დროს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ტელეფონი, იმიტომ რომ არ ჭამენ ბავშვები ისე, ან ჩვენ ვუშვებთ აქ შეცდომას. ერთ-ერთი სწორი ეტაპი არის, რომ ბავშვი იკვებებოდეს სიმშვიდეში და არის სწორ ჩვევებზე, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ამ თქვათ გარემოს შეცვლა ითვლება, რომ თქვათ დადებითი კვების ჩამოყალიბების ტენდენციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ შევცვალოთ გარემო და ძალიან მშვიდი გარემო მოხდეს. როდესაც ბავშვი თუნდაც დედა კვებავს, ბავშვს არის დამატებითი კვება, წუთი კვება თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ხა დღეს შეუძლებელია და როგორ შეიძლება მე ვიყო თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების მოწინააღმდეგე. ამაზე საერთოდ არ განიხილება. თუმცა როდესაც მშობლები არიან ტელეფონზე დამოკიდებულები, დამოკიდებულება იზრდება ბავშვების და კარგი რაღაც გამახსენეთ, აი სულ ბოლო დღეებში სწორედ ესეთი კვლევა ჩატარდა და ძალიან საინტერესო კვლევა იყო, რომ დაახლოებით კვლევის ძირითადი ასაკობრივი ჭრილი იყო 8-დან 12 წლის ასაკის ბავშვები. შეადარეს ეს მოწყვლადი ჯგუფის საკმაოდ რაოდენობრივად დატვირთული იყო კვლევებში ბავშვები, რომელთაც ჰქონდათ სწორედ ამ ასაკში სმარტფონები და რომელთაც არ ჰქონდათ სმარტფონები. რა თქმა უნდა, აქ არავინ არ არის იმის მომხრე, რომ სმარტფონი არ უნდა უცნობი, თქვა ტექნოლოგიური მიღწევა უნდა იყოს ბავშვისთვის, ამაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, მაგრამ კვლევები დადგინდა და ეს ბუნებრივიც იყო, რომ ძილიანობა, ჭარბი წონა და გაღიზიანებადობა და ძილის ნაკლებობა ყველაზე მეტი იყო იმ ბავშვებში, რომლებიც სმარტფონებს ძირითადად მართავდნენ 5 და მეტი საათის განმავლობაში. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვი ისე ერთობა, რომ ღამე ყველანაირად ცდილობს, რომ შეიმციროს ძილის დრო და იყოს მასთან დაკონტაქტებული, ესე რომ ვთქვათ, შესაბამისად სისტემატიური ყოფნა სმარტფონში არ აძლევს საშუალებას, რომ ფიზიკურად აქტიური იყოს და ბუნებრივია, როდესაც ის მასზე დამოკიდებულია და ინფორმაციაზე, ხშირად ეს ბუნებრივი კონტაქტის, ანუ გარემოსთან ურთიერთობის სურვილი ნაკლებად აქვს. დეფიციტიც აქვს და კიდევ არის ძალიან მნიშვნელოვანი ძილის წინ იწვევს უფრო მეტად გაღიზიანებას, ხო? და ჭამის დროსაც ძალიან ბევრი პედიატრი საუბრობს ამაზე, რომ არ შეიძლება და ზოგადად არ შეიძლება. ასევე ქალბატონო, რადგან სმარტფონებზე ვსაუბრობთ, მე მინდა გკითხოთ, აი რამდენად უნდა ფლობდეს ინფორმაციას დედა იმის შესახებ, თუ რას უყურებს მისი შვილი. აბსოლუტურად გეთანხმებით, ახლა ამაზე საუბარიც არ არის, იმიტომ რომ დღევანდელი ვთქვათ განვითარება ტექნოლოგიური კუთხით, იგივე ვთქვათ ხელოვნური ინტელექტი და ასე შეზღუდვა არ აქვს. ხო, ბუნებრივია ამაზე. შეუძლიათ. არის ძალიან ცუდი თამაშები, ძალიან ცუდი აბსოლუტურად. რომელიც არ უნდა ნახოს. ბევრი ბულინგის მომენტი, რა თქმა უნდა, გასაკობრივი ჭრილისთვის, სწორედ ამიტომ არის იცით რა, ყოველთვის ვამბობ,
რა თქმა უნდა, ყოველი თანამედროვე მიღწევა, რა თქმა უნდა, ბავშვის ცნობიერებამდე მოდის პირველივე დღიდან და ამაზე ვსაუბრობთ არ არის ეგ კი არა, იმის მომხრებაც რომ ჩვენებიც და ჩვილი ბავშვო ვასეირნებთ, იმისთვის მისაღები იყოს საუბარი, სად არის ვარსკვლავი, თვითმფრინავი და ასე შემდეგ. ამაზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, თქვენ გვიჩვევდით რომ მუცლყოფის დროსაც უნდა ვესაუბროთ. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, ითვლება რომ ბავშვმა არ უნდა დაკარგოს ფიზიკური აქტივობის სურვილი პირველ რიგში, გარემოსთან ურთიერთობა, თანატოლებთან ფიზიკური ურთიერთობის, ანუ კომუნიკაციის კუთხით და ეს არის ოჯახის წევრებთან და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამერიკის პედიატრიის აკადემია ამბობს, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს დღესასწაულები, როგორც არის მადლიერების დღე და რომელიც მათთან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი ალბათ დღესასწაული, რომელიც ჩვენთვის ორგანულად იგივე, ვთქვათ, შობისა, ახალწლო დღეებში ოჯახური ტრადიციული კუთხით, რომელიც ხდება, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ სწორედ ეს smartphone-ები გადავდოთ და ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს, რომ ჩვენ კონტაქტობთ, ანუ ჩვენ უზიარებთ ერთმანეთს ჩვენ მდგომარეობას. და ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალს ვეტყვი, რომელიც ასევე კვლევებით დადასტურებულია, რომ ბავშვი, რომელიც გარემოსთან ინტეგრირებულია ბუნებასთან, მისთვის, ვთქვათ, ის ბუნების ძირითადი სიმდიდრეები, რაც არის, ვთქვათ, მდინარის ხმა თუ ჩიტების ჭიკჭიკი და ასე შემდგომ. საშუალება და ფუფუნება, რომ აი ასე თბილისში და დედაქალაქში ამაშიც გეთახმებით, რა თქმა უნდა, მაგრამ საქართველოს მასშტაბით შეძლონ ამ ბავშვების სისტემატიური ფორმა. იმდენად რთულ პირობებში უწევთ ადამიანებს დღეს ცხოვრება, რომ ზოგიერთი მათგანი წლის განმავლობაში შვებულებასაც ვერ იღებს, რომ სოფელში წაიყვანოს ბავშვი, მაგრამ არის კატეგორია, რომელსაც სოფელი არ გააჩნია უბრალოდ. კი, გეთახმებით, მაგრამ თუ კი მე ვსაუბრობ მაქსიმალური შესაძლებლობის კუთხით, თუნდაც შეიძლება ხა თბილისში ცენტრში არა, მაგრამ თბილისთან ახლოს, ამიტომ რომ ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აქტივობაა სწორედ ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის და ჩამოყალიბებისთვის. გასაგებია, დაახლოებით 5 წუთი გვრჩება ქალბატონო გადაცემის დასრულებამდე. და მე მინდა გკითხოთ, აი რას ურჩევდით ზამთრის პერიოდში მშობლებს, მოდის ახალი წელი, მოდის საკურორტო სეზონი, რა თქმა უნდა ძალიან უნდა გაფრთხილდნენ, იმიტომ რომ აი მე თვითონ დავდივარ ხოლმე ყოველ წელს ზამთარში ბაკურიანში და ძალიან ხშირია ასეთ შემთხვევები, რომ არ იციან მშობლებმა თხილამურზე, რომელი წლიდან, რა ფორმით, იქ მასწავლებელი ჭირდება, დამხმარე ჭირდება, როგორ და ხშირია ხოლმე ამ კუთხით მოტეხილობებიც და აი რა რჩევებს გასცემდით. აბსოლუტურად გეთახმებით და ძალიან კარგი საკითხი შეექმნა და აუცილებლად ერთ-ერთი თქვენთან სტუმრობის დროს მე საერთოდ უსაფრთხოების საკითხებზე დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ ყველა დეტალური კუთხით, ანუ ეს სახლის პირობებში რა არის აუცილებელი უსაფრთხოება ბავშვებისთვის, ალბათ ვისაუბრებ ამ საკითხებზე. ნამდვილად შეუძლებელია რომ ამის მომხრე არ იყოს ექიმი, რომ ვთქვათ ბავშვს X გაიყვანოს იქ, სადაც არის სუფთა ჰაერი. ძირითადად ეხა ჩვენც უკვე როდესაც ძალიან ბევრი კითხვა ისმის, სად უნდა მოხდეს ბავშვის გაყვანა, რა თქმა უნდა, არის გარკვეული ვთქვათ რეკომენდაციები და ხშირად ვამბობთ, რომ ვთქვათ ზღვის დონიდან არ უნდა იყოს ძალიან მაღლა, თუ კი ვთქვათ ასაკობრივ ჭრილით 2 წლამდე დაბალი ასაკის არის ბავშვი და მით უმეტეს თუ ჩვილი ასაკის არის, ნაკლებად ვთქვათ ურჩევთ ბუნებრივია და ძალიან სწორი მიმართულებით, რომ ზაფხულის პერიოდში მოხდეს მზის აქტიური პირდაპირ ექსპოზიციის ქვეშ და არის გარკვეული რა თქმა უნდა შეზღუდული რეკომენდაციები, მაგრამ თუ კი ჩვენ საუბრობთ, რომ ბავშვის გაყვანა მოხდეს თუ არა ქალაქიდან, მოხდეს თუ არა მისი გაყვანა თუნდაც ბაკურიანი იყოს, ის იყოს თქვათ ნებისმიერი თქვათ ახლომდებარე სოფელი თუ თქვათ ამ შემთხვევაში მათთვის ხელმისაწვდომი ადგილი, რა თქმა უნდა ყოველთვის რეკომენდაცია არის ერთი მნიშვნელოვანი. ბავშვის გაყვანა რეკომენდებულია, კარგია, სწორია იქ, სადაც არის სუფთა ჰაერი. სუფთა ჯანსაღი ჰაერი ეს არის ანუ პირობები, ბუნებრივი პირობები, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ამ შემთხვევაში ჩვენ ვურჩევთ მშობლებს. თუ კი ჩვენ საუბრობთ უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა, ეს ყველა კუთხით დაცვადია, რა თქმა უნდა, შესაძლებელია რაღაც შემთხვევები იყოს სამწუხაროდ და ყველა ერთი შემთხვევაც კი პრობლემატურია მესიაო და ყველა ბავშვს უსურვებ სიმშვიდეს ჯანმრთელობას და ამ შემთხვევაში უსაფრთხოებას, მაგრამ ბუნებრივია ყოველთვის არ უნდა მოხდეს თვითნებურად. თუმცა, ეხლა მე რასაც უყურებდი ბაკურიანიც არის ის მხარე, სადაც ძალიან ბევრი ამ შემთხვევაში ის ხელმძღვანელი პირი ყავთ, რომელიც ასწავლის ეგრეთ წოდებული ტრენერის სახით ამ შემთხვევაში
შემთხვევაში ხელმძღვანელი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს და ყურადღებადია. ანუ თვითნებურად აქ შემთხვევაში არის ალბათ ერთ-ერთი რეკომენდაცია არ უნდა მოხდეს განსაკუთრებით დაბალი ასაკის ბავშვებში, მაგრამ სადაც იქ პროფესიონალი ერევა, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ალბათ ეს დაცულობა მაინც. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი მადლობა განსაკუთრებით, როგორც ყოველთვის დრო არ ყოფნის და ამიტომ კიდევ გელოდებით ახალ წლამდე რომ ეს წელი შევაჯამოთ. იმედია დაგვთანხმდებით და მობრძანებით. მადლობთ რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის. პროფესორი პედიატრი, ნუტრიციოლოგი ქალბატონი ნინო თოთაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონინას. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი მუშაობდი თქვენთან 50 წუთის განმავლობაში. დარჩით ობიექტივზე წინ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო გადაცემები გელით, საინტერესო სტუმრებთან ერთად ნახვამდის.